საღამოშვიდობისა. დღეს ვილაპარაკებთ უილიამ ფოლკნერის რომანზე გვამის შემგინებელი. თემატურად რაც ეხმიანება იმას, რაც აქამდე განვიხილეთ, არა, მარკ ტვენის ტომ ჰეკბერი ფინს. მაგრამ ინტონაცია სხვანაირი, რაღაც აქ უფრო სერიოზული ინტონაცია, შინაგანი მონოლოგები. იქაც არის შინაგანი მონოლოგები, მაგრამ რაღაც უფრო რაღაც ძალიან ბავშვურად, რაღაცნაირად მსუბუქად, ირონიით. აქაც არის ირონია აქაც, მაგრამ უფრო რაღაც სერიოზული ინტონაცია დაყვება ამ ნაწარმოებს. და არც გასაკვირი რაღაცნაირი როგორ თქვა, პარადიგმა არის ადამიანის გადასვლის ბავშვობიდან დასრულებაში. თითქოს აი შენ თვალწინ იბადება ადამიანი. არის ჰაკინთანაც არის მსგავსი მომენტი, აქ უფრო გამკაფიოებულია ეს ამბავი. რაღაცა ხდება ბავშვის ცხოვრებაში, ისეთი გადაყავს ერთი რეგისტრიდან მეორეში, ასე ვთქვათ. ჰომეროსის ოდისეაში არის ეგეთი ხაზი, ტელემაქეს ისტორია. აი ტელემაქეს ისტორია, რომ ტელემაქე როგორ უნდა დაკაცდეს. ტელემაქე როგორ უნდა გამოვიდეს ბავშვობის ასაკიდან, როგორ უნდა მიეცეს რაღაც პარესია არის ეს თამამად პირში მთქმელობა, ასე ვთქვათ, რა, რაღაცა აღარ უნდა მოითმინოს. აქაც არის ფოლკერთანაც, რომ რაღაც არ უნდა მოითმინო. არის რაღაცები, რის მოთმინას არ შეიძლება. ნახე, ბოლოში ამბობს. ხო, არის ისეთი რაღაც რამეები, რის მოთმინას არასდროს არ უნდა დათანხმდე. რომელთა მოთმინაზეც მუდამ უარი უნდა განაცხადო. უსამართლობა, დამცირება, უღირსება, სირცხვილი, სულ ერთია, როგორი ახალგაზრდა მოხუცის არ უნდა იყო, არ უნდა დათანხმდე. არც დიდების, არც გასამრჯელოს, არც გაზეთში საკუთარი პორტრეტისა და არც ბანკში გახსნილი ანგარიშის ფასად. უბრალოდ თავს არ უნდა მისცე მათი მოთმენის ნება. აი რაღაც ამას ასწავლის, ხო ეს უნდა დაკაცდეს ეს ბიჭი, ჩიკი. როგორ უნდა დაკაცდეს, რომ მიხვდეს, აი რომ არსებობს ეგეთი გაზომილებები, რომელიც არ ცნობს ასაკს. გინდა დიდი იყავი, გინდა პატარა იყავი, აი ეს მოუთმენლობის მუხტი უნდა გქონდეს, რა ძარღვი. შეიძლება პატარა ხარ და ეს ძარღვი გაქვს და უკეთესი ადამიანი ხარ, და დიდი ზასწრული იყო, ბევრი წიგნი გქონდეს საკითხული, მაგრამ აი ეს მომენტი არ გქონდეს და ურიგდებოდე რაღაცებს. აი ეს არის აწდა ახლა ცხოვრება. აწდა ახლა ცხოვრება არის აი პოუნა ამისი. ასეთი აწდა ახლა, ბატონო? შეიძლება, არ ვიცი, არ გამიგება, აწდა ახლა ცნობილი გამოთქვა არის, ფილოსოფიური გამოთქვა, აწდა ახლა. აი ანტიგონეს სოფოკლეს ანტიგონეს მოტივები არის აქ და აი ანტიგონეს გადამუშავება ჟან ანუის და იქ ამბობს ეს ანტიგონე რომ თქვენ გინდათ მე ეხა მოვითმინო ეს ჩემი ძმის ასე უსამართლო გაწირვა და არ დასაფლავება და მე მექნება კარგი ბედი რაღაც ოჯახი გავთხოვდები ჰემონზე შვილები მეყოლება და დამავიწყდება ეს ამბავი და აი ეს თანდათანობით მე დამავიწყდება თანდათანობით გავბედნიერდები. არ მინდა თანდათანობით. ერთ ბაშად მინდა, აწდა ახლა. ამიტომ მე არ შემიძლია ეს მოვითმინო, რომ ჩემს უსამართლოდ ეპყრობით, არასაფლავებ. როგორ შეიძლება ეს? აი აწდა ახლა მინდა შევდგე, აწდა ახლა მინდა ვიცხოვრო. აი ეს მომენტი წერტილი, რომელიც არაფერზე გაცვლა არ შეიძლება. აი ეს მომენტებია, რომ ადამიანს აქცევს ადამიანად. ეს ფანჯრებია, რომელიც აუცილებლად უნდა შეხვიდე. არ უნდა გადადო. რაღაც აბსოლუტური წერტილები შეიძლება დაარქვა, რომელიც დრო არ აქვს, ზედროული მომენტები. აი აქაც ხედავ ამ ბავშვის ცხოვრებაში, როგორ რაღაც გადატყდა ესეთი მომენტები. ჯერ არის აი მისი აღზრდა რა, აღზრდილია სამხრეთში, სამხრეთელი არის, სადაც სტერეოტიპები არის, რომ შავკანიანები, თლათ ადამიანები, ჩვეულებრივები, ადამიანების კატეგორიაში კი გადიან, მაგრამ არც ისე თლათ ადამიანების კატეგორიაში, როგორც თეთრები. მაინც უფრო ნაკლებები არიან, ვიდრე თეთრები. უბრალი არა, სტერეოტიპია ასეთი. და აი ესეთ ვითარებაში 12 წლისა, როცა მიდის კურდღლებზე სანადიროდ. თავის მეგობარს გაყვება, თავის შავკანიან მეგობარს და იქ მოხდება, რომ ჩავარდება წყალში, გაყინულ წყალში. და ლუკასი არის ერთი კაცი. ლუკასი არის, რომელიც თეთკანიანი უკანონო შვილიშვილი, ასე ვთქვათ, თეთკანიანი მონათლობელის. და იქცევა ძალიან ღირსეულად, რაღაც აქვს თავისი გრავიტაცია პიროვნული. ებრაული სხვა კაბოდ არის რაღაცა პიროვნული გრავიტაცია, რაღაცა ღირსების სიმძიმე. ძალიან დინჯად იქცევა,
მიმოხრაში, ზედმეტს არაფერს არ იტყვის. თუ იტყვის, ძალაუფლებიანად იტყვის. არა, ჩიკი არა, ეს ლუკასი. ლუკასის შავკანიანი კაცია რა. ვინც გადაარჩენს ჩიკს. ჩიკი ჩავარდება წყალში და ეს ლუკასი გადაარჩენს. თან ისე ელაპარაკება რაც აი ძალაუფლებიანი წამოდი. და ამან რატომ უნდა გაყვეს ვიღაც შავკანიანს? არდა ისე თქვა რომ მიყვება მაინც. თვითონ არის გაბრაზებული თავის რატომ მიყვები საერთოდ? ეს გააკეთე, ყველაფერს ასრულებს. აი ბიბლიაში არის იესოს სიტყვებიო ძალაუფლებიანი იყო, არ ლაპარაკობდა როგორც ფარისევლები და სადუკეველებიო, მის სიტყვა ძალაუფლებიანი იყო, ანუ სიტყვათა ძალა მოსდევდა. ეს ლუკასის სიტყვების და მიმოხრაც ყველაფერი ძალაუფლებიანია. ამ თეთკანიან ბიჭს 12 წლის ბიჭს. რაცა ეხამუშება რა, რატომ უჯერებ ყველაფერში? არ და ხედავს რომ ყველაფერს სწორს ეუბნება, ანუ როგორ თქვა, ონტოლოგიურ სიმართლეს ეუბნება, ნამდვილ ჭეშმარიტებას, თუ არ მოიქცევა, ასე მოკოდება უბრალოდ, აი გაყინულია და თუ არ დაждდება ბუხრის პირას, თუ ყველაფერს არ გაიხდის, ზუსტად ისე თუ არ გააკეთებს, ცუდად იქნება მის საქმე, ანუ ასრულებს ამას და ხედავს რომ ისა გამტარია აი ამ ჭეშმარიტების მასთან და ძალაუფლებიანად ეუბნება ამ ყველაფერს. და აქ მოხდება საბედისწერო მომენტი, რომ როცა მოუვლიან ყველა და უკვე გააშრობენ, შეუულია ეხა წადი და კურდღლებზე შეგიძლია ინადირო, ანუ აღარ ჩავარდე წყალში. აი ამ მომენტში რაღაცა აღეძრება გულში და ეს არ არის მადლიერების გრძნობა, აიღებს თავის ხურდა ფულს, რაღაცას, დოლარს და რაღაცას და ჩაუჩხრიალებს ამ შავკანიანებს, ვინც ასე მოუარა. და ეგრევე მიხვდება, რომ რაც საშინელება გააკეთა. ეგრევე მიხვდება ძალიან უტაქტოდ თომექსა. მიხვდება, რომ რაღაცა ძალიან თვალსაჩინოდ უნდა გააკეთოს, აჩვენოს ის, რომ ის მეტია ვიდრე ისინი და ის ამას არ იღებს როგორც მოწყალებას, არამედ აი ის ყიდულობს ამას და აი ფულს გიხდია და ისე არ გეგონოთ, რომ მე რაღაცა გაგიყადრეთ თავი. რაც ამ დაგვარდა. იქვე იგზნო, რომ ცუდი რაღაცა გააკეთა და არ აიღეს ეს ფული, დაიყარა ეს ფული და უბრალოდ ეს დაუბრუნეთ ეს ფული, ეს არ აიღეს და დაყრის, მიწაზე დაყრის და აკრიფეთო. აკრიფეთ და ეთქვის ამ თავის შავკანიან შვილები არიან და აი აკრიფენ და მიეცით. ისე ძალაუფლებიანი ხმით ელაპარაკენ, მისცემენ ამ ფულს, დაუბრუნებენ და ოღონდ მიწა გაუსკდეს, ისე გზნობს ეს ბიჭი თავს. მე არც კურდღლებზე ნადირობა აღარ გამოვა. თვითონ აი მომენტში ყველაზე საინტერესო და თავშესაქცევი მომენტი რო არის, რომ შეგიძლია მოკლა კურდღელი და ამისთვის წამოხვედი აქ და რაღაცა მე იტყვი გმირი ვარ და კურდღელი მოვკალი, ყველაზე ეს მომენტი რომ ესროლე ახლა მიდი, ამ მომენტში ისეა ჩაფიქრებული და ისეა დამცირებული იმ ფაქტით, რაც მოხდა, გაანებებს თავს და გადაყრის ამ ფულს დინარეში და მე სულ აწუხებს ეს, რომ დამცირებულია, რომ არა მარტო თვითონ დამცირდა მთელი მისი თეთრების მოდგმა. და პატარა ბავშვი აწუხებს ეს, თითქოს ის ფული იქცა რომ დოლარის მონეტა და ეს დოლარის მონეტა სულ ელანდება როგორც თავის დამცირების სიმბოლო და სულ უნდა გამოასწოროს ეს რაღაცნაირად. მაგალითად სიგარებს უყიდის და გაუგზავნის, რომელიც უფრო ძვირისკი ღირდა ვიდრე დაუშვათ ის რაც მაშინ გადაუხადა რა და უცებ მიიღებს მისგან საჩუქრად ბადაგს. ანუ ის არ იღებს ამას, რომ შენგან არ ვიღებ მე გასამრჯელოს. ეს ლუკასი აი ეს აჩვენებს თავისი ქცევით, რომ გასამრჯელოს არ გაუკეთებია, შენ ვერ უნდა მიხვდე, რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე ჩვეულებრივად ადამიანურად გაგიკეთე ეს. და შენ რატო გინდა ჩემში დაინახო რაღაც ერთი მისხალი იმისი, რომ მე ადამიანზე ოდნავ ნაკლები ვარ. რატო გინდა შენ რომ ერთი წამით მაინც წამის მიასედით მოიქცე როგორც შავკანიანი, როგორც ნიგერი, ასე ვთქვათ, როგორც შენზე ნაკლები. ამ ერთ წამსაც არ გაჩუქებ. მე მინდა მთლიანად ვიყო ზუსტად ისეთი როგორც შენ აღიქვავ ადამიანს, თეთკანიანს, ნებისმიერ თეთკანზე ნაკლები მე არა ვარ. და ეს ლუკასი უცნაური ტიპია. თითქოს იქცევა როგორც შავკანიანი, ისევე ეპყრობა, ისევე ელაპარაკება თეთკანიანებს, მემს ეძახის ქალებს, დაუშვათ სერს ეძახის კაცებს, მაგრამ თავისი მოქცევით თითქოს ირონიით აკეთებს ამას და ამის დროსაც ირონიზირებს ამაზე. ანუ ყველას ნერვებს უშლის. ყველა გზნობს, რომ აი ეს არის კაცი, რომელიც ჩვენ გვიყადრის თავს. და არა წკიბს არ ტოვებს იმაზე, რომ რამე ნაკლებად ჩავთვალ ვიდრე ჩვენ ვართ. ამიტომ სულ კონფლიქტები მოდის ამ თეთკანიანებთან. უბრალოდ თავისი მოქცევით, უბრალოდ თავისი სიდინჯით. აუჩქარებლობით. შედის სადღაც ტრაქტორში და იყიდის ორ ცხობილებს რაღაცა გახსნის ნელა
ნელა დაიგემოვნებს, შეჭამს ეს აქვს ეს ოქროს კბილის საჩიჩქნი რაღაც რომელიც სულ დააქვს თან. რაღაცა არისტოკრატული მანერებით იქცევა, ქალაქში ჩადის იარაღით, მაშინ როცა გადასახადია გადასახდელი. ბატონ? ჩიქზე არ ვამბობ, ეს ლუკაზე ვამბობ. ეს სულ ლუკაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. და სულ აწუხებს ამ ჩიქს ეს ამბავი და 4 წელი ატარებს ამ ტკივილს და გზნობს რომ ამ ტკივილს რა მომირჩენს. ეს სირცხვილი ჭამე და ეს სირცხვილი მექნება ცხოვრების ბოლომდე ალბათ და ძალიან რომ მივიხსნები და მოხუცები გავხდები, აი მაშინაც კი ალბათ გავიხსენებ, რომ ესეთი რაღაცა დაგვემართა. შეიძლება ერთ-ერთი უშუალო სამარო დაგვავიწყდება. აი უბრალოდ ფიზიკურად დაგვავიწყდება. ლუკას რო ეთქვი, აი მაშინ რომ გახსოვს, ეს მე ვიყავი, მეტყვის, ან შენ რო გახსოვს, რომ მაშინ დაგიბრუნე ეს ფული. ეს მე ვიყავი, აი შეიძლება დაგვავიწყდეს. ამ გაგებით შეიძლება დავიწყებამ განკურნოს მარტო ეს ჩემი სირცხვილი, თორე სხვა არაფერი არ განკურნოს ამ სირცხვილს. და ხდება ესეთი მომენტი, იგებს რომ ლუკას მოუკლავს ერთ-ერთი შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელი შოტლანდიელები სოფლიდან თან ზურგში რაც მზაკრული ზურგში სროლით მოუკლავს თეთრკანიანი დაპატიმრებულია ხა ეს ლუკასი. ეს დია? კი რა თქმა უნდა. კი. დია? კი როგორ არა? ამის მე ადრე ვიყიდე 1-2 წლის წინ შეიძლება უფრო მეტი წელი ბიბლიაში იქნება აუცილებლად იქნება ელექტრონული ვერსიაც იქნება კი ბატონო საბაშიც იქნება და რა საბა რო არის ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა ყველგან იქნება intruder in the dust მე ამერიკაში რო ვსწავლობდი იქ ინგლისურად წაგვიკითხეს მახსოვს ძალიან კაია ინგლისურად იმიტომ რომ იქ აი როგორც მარკ ტვენში აქაც აი ინტონაციები იცვლება Uncle Gevinis ლაპარაკი სხვა ტონით მიდის და სხვა შრიფტითაც კი მიდის, დახრილი შრიფტით მიდის და რომ გაარჩიო ერთმანეთისაგან. აქაც არის გამუქებული, მაგრამ იქ უფრო მეტი ვარიაციებია შრიფტის, რომ სხვადასხვა პასაჟი სხვადასხვა შრიფტით წაიკითხოს, სხვადასხვანაირად. ну ბავშვზე არის ესეც ხო ბავშვის დასრულებაში გადასვლაზე არის. და ლუკას ეს დააპატიმრებენ და არაფერი გამართლება არ აქვს, იმიტომ რომ ცხელის რევოლვერი აქვს ჯიბეში, თავზე ადგას ამ მოკლულს და გარშემო არავინ არ არის და დააპატიმრება რასაზამენ. და წარმოიდგინეთ, ესა შოტლანდიელი ოჯახია იმ სოფლიდან, თან, იმ ადგილიდან, სადაც ეს ამბობს, რომ იქო მარტო ღმერთი თუ შებედავსო, შესვლასო, ისიც თორე კვირაობითო. ანუ არავის არ შეუშვებენო. და თან ისეთ უბანში მოხდა ეს მკვლელობა იმ ქალაქის ისეთ უბანში, სადაც ნუ რამ შავკანიანი ფეხისწვერებს თუ გაივლის რაღაცა ფრთხილად და ამან კიდე გაბედა საერთოდ კონფლიქტში შესვლა და ვიღაცის მოკლა თან ზურგში სროლით, რაღაც არნახული წარმოუდგენელი რაღაცა თავხედობაა ზანგის მხრიდან. იმ ხელა თავხედობაა, რომ სხვა შავკანიანი ვერც კი გამოდიან ქუჩაში. და უკვე იგრძნობა რომ აი მზადდება აი ლინჩის წესით გასამართლება. არაფერი არ უშველის ლუკას. და ამას იგებს ჩიკი. და ჩიკი იგებს ამას და ჩიკის რაღაცნაირად თან აწუხებს ეს, მაგრამ თანაც შვებაც აქვს. აი ძლივს მოიქცა როგორც შავკანიანი. ძლივს მოიქცა ისე როგორც აი ეს აურია რა, ესე იგი ხო არარაციონალურად მოიქცა და არარაციონალურად ეგრეთ ზანგები იქცევენ არარაციონალურად. აი ზუსტად მოიქცა ისე როგორც გამოავლინა თავისი რასის ბუნება. ესე იგი ჩვენზე ნაკლებია მაინც. მაგრამ თან აწუხებს ეს მომენტი. როგორ მოკლავდა კაცო, რატო მოკლავდა, ზურგში რატო ესროდა, თან ინტუიტიურად გზნობს რომ ლუკასი ამის მქნელი არ უნდა ყოფილიყო წესი და ეხალისება რომ კი ბატონო, ეხალისება უხარია თითქოს ცუდი სიხარულით რომ აი თავისი ადგილი ნახა მაინც. მაგრამ მე მაინც გულში გზნობს რომ არ არის ეს გამართლებული, რეალობაზე არ დგას ეს სიხარული. ამას ლუკასი არ უნდა ეკნა ეს წესი და ამ ბრძოლებში არის აჩინაგან ბრძოლებში. და მე აქვს ეს დაუკებელი სურვილი რომ ნახოს ეს ლუკასი და დადგება იმ ბრბოსთან ერთად და აქ არის მომენტი რომ ლუკასი გადმოყავს შერიფს. თან იცის რომ ამ საღამოს არ მოკლავენ, იმიტომ რომ ჯერ უნდა დაასაფლავონ ის მოკლული და ეს ისეთი შურისძიება რომ გემრიელად უნდა შეასრულოს ეს შურისძიება. კაი სივრცე უნდა კონდეს ამ შურისძიების, ანუ ამ შაბათს არ მოკლავენ, იმიტომ რომ ეს თავისი უნდა დაასაფლავონ, კვირას არ მოკლავენ, იმიტომ რომ კვირაა და აი კვირას საღამოდან შეიძლება უკვე კარგად გემრიელად შეასრულონ ნიჩის წესი. ანუ რაღაცა მცირე დრო არსებობს.
და ლუკასი რაღაც აწუხებს ამ ჩიქს და გავა ამ ხალხთან და დადგება ლუკას გადმოიყვან შერიფი კუდი ჩამოვარდება მე ისე დარბაისლوار დაიხურავს ამ კუდს ისე და ესე ღირსეულად მოდის არაფერი არ აწუხებს აუშფოთველია ესე თითქოს რა თითქოს ლინჩისეც უნდა გაასამართლოს რამდენიმე საათში და მაინც აუღელვებელია ანუ მაინც არ უხრის ქეთს ვითარებას აი გახსოვთ იმაში რო არის სტუმარ მასპინძელში საკერის ცეცხლი ედება სამსხვერპლოს გულის თქმასაო რამოსდრეკს შუბ ჩაჟანგებულს შუბ დაბურულსა ქეთ ჩაჟანგებულ შუბ დაბურულსა მთასაო ანუ ზვიადაურს რამოდრექსო ეხლა და საკერესაც კი ცივი ოფლიას ხავსო რომ ესა ცეცხლია კიდებაო ამას რამოდრექსო ეს არავის არ დაუჩოქებსო ეს ლუკასიც ასეთი მონოლითური პიროვნებაა არაფერი სამართლიანობა მის ხარესა ის გზნობს ამას და არავის ხელს არ უღებს აუღელვებლობაა ეს ნერვებს უშლის ყველას და გზნობს ჩიკი რომ ხომ ცნობდაო რა ჩამოდიოდა რომ ცნობდა ხოლმეო რაღაც ნიშნავს მაძლევდა რომ ცნობ მე შენო და ეხლაც იქნება ეხა არ მიცნო ნეტავი არ მიცნოსო ნეტავი არ შემხედოსო და მაინც რომ შეტრიალდება ზურგით ეს ლუკასი მიყავთ უკვე შეყავთ ციხეში და რომ მოტრიალდება იცის ამა რომ მიცნო ნამდვილად მიცნო ეხა მე მეტყვის რაღაცა და მართლა მასევნო ბიძაშეს უთხარი რომ მე მინდა მისი ნახვა ანუ ამ ხელა ბრბოში შეუმჩნევია თურმე ეს თურმე მხოლოდ მას ეძებდა თუ რეცოდა ერთადერთი პიროვნება იყო ვისაც რაღაცა შემიძლია უთხრა ამ ხელა თეთრკანიანების ზღვაში შემიძლია ერთადერთი პიროვნება იყო ვიღაც რაღაცა შემიძლია უთხრა ერთხელ ქონდა ეგეთი გამოშვება იყო ამერიკაში ვამთავრებდი უნივერსიტეტს უზარმაზარი მინდორი გადაჭიმული იყო ამ უნივერსიტეტის მინდორი გამოშვებული სტუდენტებით ყველას გვეცვა ეს ბალდახინები რაღაც სტუდენტური დიდი ზეიმი იყო ზარზეიმი და აი ზღვაში ვიყავი დაკარგული ჩემი ჯგუფი ვერ ვიპოვე არც ერთ ნაცნობს არ ხედავდი და ერთხელ პროფესორი იყო ბიზანტინისტიკის იჰორ შევჩენკო მაღალი ასეთი ისისაც დაბნეული იყურებდა მოდიოდა სხვა პროფესორებთან და ამ ხელა ზღვაში ერთმანეთი დავინახეთ მანამ ბუდაპეშტში მასწავლიდა და იქ რომ შევხედეთ ერთმანეთს და ვიცანით ერთმანეთი ისეთ სიხარული იყო რა აი ორმა თვალმა ამ ხელა ზღვაში ერთმანეთი დაინახა აქ სიხარულზე არა ლაპარაკი მაგრამ აქ ცნობაზეა ლაპარაკი რომ ჩიკმა და ლუკასმა ერთმანეთი იცნეს. ორი თვალია, ვისაც შეუძლია ერთმანეთს რაღაცა მნიშვნელოვანი უთხრას. ამიტომ ესე უნდა წადი ბიძაშენს უთხარი მე მისი ნახვა მინდა. მიდის ბიძამისთან და შედიან ბიძამისი და ეს ჩიკი ლუკასთან და საინტერესო ეგ ციხეში არის ეს მეციხოვნე აღარ მოსვის სახელი ტინდეილი აღარ ტინდეილი გავიცნებ ხა ლიგეიტი ეს ლიგეიტი არის ტყის მჭრელი და დაждდება ციხეში და იცავს ამ ჩვენს ლუკას. და ძალიან საინტერესო მომენტია ეს ლიგეიტის იქ ყოფნა. დგას ეს თოფი და იცის რომ აი ავი ბედისწერისგან რომ მოდის ეს ლინჩისკესით გასამართლება, ის ვერაფერ ვერ გააჩერებს თითქოს. შერიფიც იქა, პოლიციელიც იქა, პოლიციელიც ვერ გააჩერებს, მაგრამ იქ არიან. და ეს ამბობს რომ მე ჩემ მოვალეობას მაინც შევასრულებ, რაც უნდა მოხდეს, ვერ გავაჩერებ, არ გავაჩერებ. მე ხო ისი რა დავდექი თოფით და ლინჩის წესით არ გავასამართლებინებ, იმიტომ ეს ჩემი მოვალეობაა. მე ეს უნდა გავაკეთო. და პოლიციელი ის უფრო მხდალი არის. მაგრამ მხდალია, არ არის მხდალი, იცის რომ მანაც ეს უნდა გააკეთოს. პოლიციელი ამბობს, ოჯახი მყავს, ვიღაც ზანგისთვის, რატომ უნდა შევეწირო? მაგრამ იცის, ამას კი ლაპარაკობს, მაგრამ ხო ვიცი ეს უნდა გავაკეთო. და ამ სტატუსში ვარ და ეს რაც უნდა, რაც ხამს, რაც საჭიროა, ის უნდა გააკეთო. რასიზამ. ეს გევინიც უნდა. ხო, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს ბიძა გევინია რა, ჩიკის. რასიზამ, ეხლა შენ შეიძლება იოცნებო, ნეტავი არ მომხდარიყო, მაგრამ ხო მოხდა რა და რახან მოხდა, უნდა გააკეთო. უნდა მოიქცე ისე, როგორც უნდა მოიქცე. შედიან და ეს ელაპარაკეო, რომ მინდა რომ მომისმინო რაღაც, მინდა დაგიქირავო. ადვოკატად მიგინდა დაგიქირავო, ეს გევინი ძალიან კაი ადვოკატი არის ყველაფერი. ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატია და პატივცემული ყველაფერი. უსმენს და არ უსმენს, უსმენს და არ უსმენს. ელაპარაკეო, აი ადვოკატად კი არ მინდა, რაღაც დავალება მინდა, გთხოვო, გადაგიხდი ფულს. მაგრამ ეს გევინი ლაპარაკობს და ლაპარაკობს. ანუ არც კი უშვებს, არც კი მიყავს იმ წერტილამდე, სადაც შეუძლია ლუკასმას კითხვა დაუსვას. ეუბნება, შაი, რატომ მოკალი, რაღაცა კი ბატონო, შენი ერთ-ერთი შანსია, რომ აქედან გაგიყვანო სხვა შტატში, მე იქ სასამართლო იქნება, აღიარე ყველაფერი, მაგრამ მოხუცი კაცი ხარ, რაღაც არ გიქნია, კი
გაგიშვებენ მრავალი წლით ციხეში და იქიდან გამოსვლელი არ იქნები სიკვდილის ბოლომდე, მაგრამ ვინიც ის იქნება და მრავალი წელი რო გაივლის, რამდენიმე წელი რო გაივლის, რაღაცა გავაკეთოთ, ანუ ოპტიმალურ ვითარებას დაუხატავს. არც კი უშვებს, რომ რაღაცა იქნება სათქმელი აქვს ამ კაცს. რატო უნეო, რომ დაგიქირავებ, ფულს გადაგიხდი, ოდ მომისმინე, არ უსმენს, მაინც თავისას ეუნება. და მე გამოდიან ეს ჩიკი და გევინი, მის ბიძამისი და ჩიკი ხვდება, რომ რაღაცა იმას სათქმელი აქვს. მართლა ეტყვის, სიგარეტს მიუტან რა, თამბაქოს მიუტან, თუთუნს და ხვალაც მიუტან, მაგას არა საჩქარო, არ გინდა. ყველაფერი სიხიფათითაა სავსე, იმიტომ რომ ეს მოკლულის ნაცავი დაძრწიან იქ და შეიძლება რაღაცა გააკეთონ. ამიტომ ლუკასთან მისვლა ყოველთვის ხიფათანა დაკავშირებული. თან აქ წითელ ხაზად გაზდევს აი ამ ნაწარმოებს დაძაბულობა ჩიკსა და დედამისს შორის. დედამისის კალთასაა ამოფარებული ეს ჩიკი და მაგალითად არ უნდა რომ დაუბრუნოს ეს ბადაგი ამ ლუკას, როცა ბადაგს გამოუგზავნის ის. იმიტომ რომ მაშინ უნდა იაროს პონით. და პონით თუ იulis ყველა მიხვდება რომ დედამისი არ დევს ცხენი ჯირითის უფლებას, ცხენი შეჯობის უფლებას და ამის რცხვენია. ანუ დედამისის ქვეშ არის. და აქ პირველად უხდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც გამოიყვანს დედამისის მეთვალყურეობიდან. ბიძამის ეუბნება, მე უნდა წავიდე თუთუნი მიუტანო ლუკას, იმიტომ რომ გზნობს რომ ლუკას რაღაც სათქმელი დარჩა. იქ გისოსებიდან იყურებოდა ისეთი თვალებით, რომ მოდი რა, დამელაპარაკე, მე არ მithქვავს ბოლომდე ჩემი სიტყვა. და დაბრუნდება, არაფერ თუთუნს არ იყიდის, რაღაცა დამჩაო, მოიტყუება, ესეც მნიშვნელოვანია რომ მოიტყუება, ტყვილი აქ არ არის ტყვილი, იმიტომ რომ ფორმალური ტყვილი, როცა უფრო დიდი საქმე უნდა გაკეთდეს, არ არის ტყვილი. ჰეგელბერი ფინთანაც ასე ვნახეთ, არა? მოიტყუა, რო არ მოეტყუა და სიმართლე ეთქვა, გაწირავდა ადამიანს. აქაც ესეა, რო არ მოეტყუა, გაწირავდა ადამიანს და ადის და ელაპარაკება და უსმენს. აი, ის არ არის მოკლული ჩემი კალიბრის რევოლვერით. ეხლა შენ უნდა გააკეთო ეს, უნდა წახვიდე და ამოთხარო ეს გვამი. რომ გაირკვას ეს, რომ დადასტურდეს, რომ ის არა ჩემი იმით მოკლული. და უცებ ხედავს ჩიკი რომ ეს მავალდებულებს რას? გმირობას, თავგანწირვას, რა უფლება აქვს, თუ გაბრაზდება კიდეც. ამავე დროს დაფასება არის. ის მაფასებს მე ისე, ხო? ლუკასმა მე დამაფასა ის, რომ მან მე ღირსი ჩამთვალა თავგანწირვას. მაგრამ ახლა ეს არ ამბობს ამას, მაგრამ ფაქტობრივად ჯილდო არის. ლუკასმა ის დააჯილდოვა. თვითონ უთხრა რომ შენ მე მაშინ სიცოცხლე რომ გადაგირჩინე და $1.50 მაძლევდი. მე შენ სიცოცხლე გადაგირჩინე. ეხლა შენ აქეთ უნდა გადამარჩინო. ანუ მე შენ სიცოცხლეზე ნაკლები არაფერი არ გმართებს ჩემი. ბატონო? ლუკასი ეუნება ფაქტობრივად ამას უთქმელად ეუნება ამას. ეუნება შენ უნდა გააკეთო, მაგრამ მართლა იქ თუ ღმერთიც ვერ შევა კვირის გარდა და არ შეუშვებენ ეს ხუმრობით ამობენ რა თქმა უნდა იმ სოფელში. პატარა ბიჭმა 14 წლის ბიჭმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, შევიდა იმ სოფელში და ამოთხაროს გვამი და მოიტანოს. თავისუფლად შეუძლია მოკლან იქა. ესე უნდა გევინი ეუნება მე რომ შენ წარმოედგინე რომ უთხრა ეხა იმას რომ ამოთხაროთ იქ გვამი და იმიტომ რომ უნდა შევამოწმო ნატყვი არის აქ თუ არა, მაგას ჯობია უთხრა რომ გვამის ამოთხრა მინდა, იმიტომ რომ ოქროს კვილი მინდა მოვაძრო შენ შვილს. ან მეორე შვილი მოუკლავ თორე გვამს ვინ ამოგათხრევინებს იქო. ან წარმოუდგენელი გმირობა უნდა ჩაიდინოს გევინმა თან ამას ავალდებულებს. თითქოს ლუკას ეუბნება, შენ ამას გავალდებულებ. რა უფლება გაქვს მავალდებულებ? თითქოს აპირველი განცდა აღშფოთება. შენ ვინ ახარ? მე მინგრავ ცხოვრებას რა არის? რა ამავე დროს იცის რომ ამას გააკეთებს. აი ესეთი ძალაუფლებიანი სიტყვით ეთქვის ლუკასი, შეგიძლია წახვი და ეს რაღაცა დრტვინავს 15 მილს რა გამატარებს 9 მილს ესე უნდა. 15 მილი არა, 9 მილი უნდა გაიარო. ანუ ზუსტად ეუბნება, აი ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. აქ არის აი საინტერესო მომენტი არის. კაცებს არ უნდა უთხრა ეგეთი რაღაცაო. კაცები ამას ვერ გაიგებენო. ანუ ეს ბავშვს უნდა გაეგო, ან ბებურცანა ქალსო. ქალები და ბავშვები გაიგებენ მარტო ამას. ერთი პოსტოში ვიყავი ერთხელ ჟონგლიორი იყო თან ხუმარა ჟონგლიორი ქუჩაში. და თან რაღაცა ხუმრობებს ამბობდა, ვიღაცებს დასინოდა, ართობდა ხალხს მოკლედ ამ ხუმრობებით და თან ჟონგლიორობდა. და მე ერთი ალკოჰოლიკი გამოჩნდა, ბავშვები იყვნენ წინა რიგში და ერთი ალკოჰოლიკი გამოჩნდა, ჩაიარა ასე და რაღაც ხელი აუწია და ამან თქვა, მარტო ბავშვები და ალკოჰოლიკები მიგებენ მეო.
ხო, თითქოს აი რაღაცა რბილი ბუნება უნდა კონდესო ადამიანს, რაღაცა რბილი აღქმის რაღაც სხვა კუთხე უნდა კონდესო, რომ გამიგოს ადამიანმა. აქაც ესა ლუკასის სიმართლეს ვერავინ ვერ გაიგებს. ბატონ, ეს ჟონგლიორი ბოსტონელია, ეს უბრალოდ გავიხსენე. ანუ ლუკასის სიმართლეს, რომ ლუკასი არ არის დამნაშავე, ვერ გაიგებს გევინი. იმიტომ რომ გევინი ადვოკატი არის, ეგეთი საქმეები უნახავს უამრავი და შანსი იმისი პატარა დაშვებასაც კი არ აკეთებს, ის რომ ლუკასი მკვლელი არ არის. გასაგებია რომ მკვლელია, აბა ცხელი რევოლვერი თუ იპოვეს გვამთან და რევოლვერის ჩადებაც მოუსწრია ჯიბეში და არც გაიქცა არსად და იქ აბა ვინ არის მკვლელი? ხო, არაფერი სხვა ვარიანტიც კი არ არის. თან არც ამბობს, არც იხვეწება რაღაცებს სისულელს მეუნეოდა, რომ მინდა დაგიქირავო და რაღაცა გთხოვ, რა უნდა მთხოვოს. არც ათქმევინა ის რაც უნდა და, მაგრამ ლუკასი ხვდება ამას, ლუკასი ნავტია, ჩიკი ხვდება ამას და ჩიკი არის ბავშვია. აი რაც დაფარულია, მე კევინს ამბობ, რაც დაფარულიაო ბრძენისთვისო, ის ღია ბავშვებისთვის და ქალებისთვისო და ბებრუცანა ქალებისთვისო. გადასხვაფერებით თქვა სახარება. სახარებაში წერია, რაც დაფარულია ბრძენთათვის, ის ღია ბავშვებისთვის. აი ლუკა ეს ჩიკი ერთი ბავშვი არის. გაიაზრა რაღაცნაირად ინტუიციას მიენდო, რომ მოხუცი ქალი და შემთხვევით შეესწრება ამ გევინის, ანკალ გევინის და ამის საუბარს, რა ჩიკის საუბარს. და მე რეკითხება, რა მოხდაო, რა გითხრაო, მან და ჩიკი მოუყვება ყველაფერს და დაიჯერებს ეს ქალი. სხვა ეგრე იქნებაო. მაშინ წავიდეთ ერთადო. მაშინ მე ჩემი მანქანით მოგეშველები. და ერთი შავკანიანი ბიჭი არის კიდე, რომელსაც ასევე ჩართავენ ამ საქმეში. აი სამნი მიდიან ფაქტიურად აი ამ წარმოუდგენელ გმირობაზე. მიდიან ამ ადგილას და უცებ ხედავ რომ ცხენით მოდის კაცი. ან ჯორით, ან ცხენით. ეს შავკანიანი მეგობარი იყოს, უფრო კაი ყური აქვს და კაი ყურთას მენა და იგებს რომ ეს ან ცხენი უნდა იყოს, ან ჯორით და რაღაც გადაკიდებული მოაქვს. ეს დაიმალებიან მე გათხრიან ამ საფლავს და რა აღმოჩნდება ამ საფლავში ეს ვინსონი არ არის იქ მოკლული. იქ ეს გაური ქვია ხო გაური ვინსონ გაური იქ არ არის მოკლული და ეს არის ერთ-ერთი ტიპი მონტგომერი რომელიც არის ვაჭარი იყო რა და ეს კი ამასგან ყიდულობდა ვიღაცა ერთ-ერთი ძმა ფარულად ყიდდა ამ დაჩეხილ შეშას და ეს მონტგომერს მიქონდა ეს შეშა უბრალოდ სხვა აღმოჩნდა და ბრუნდებიან და მიდიან ამ ანგელ გევინს ევნებიან ესეთი რაღაცა მოხდა და ამის მერე არის შერიფი იჯერებს ამას და მიდიან გათხარონ ეს მიწა და გათხრიან მიწას და იქ არავინ არ არის ხო რა აღმოჩნდება არავინ არ არის ანუ ეს მკვლელს ვინც ეს მონტგომერი ჩაფლა იქ შეუნიშნავს რომ ის ამოთხარეს და გაიგეს რომ იქ მონტგომერი არ დასწავლებული მივიდა და ის მონტგომერიც ამოთხარა და სხვა გადაასაფლავა და მიდიან მერე და იქ ამ ვინსონის მამა გამოჩნდება იქ ძალიან ძლიერი კადრი არის ეს შოტლანდიელი ეს რედნეკი ნამდვილი არ გაგათხრევინებთო და იქ მზად არის მოკლას ეს შერიფი ხო დუელის მომენტი შეიქმნება რა დუელი ვით არის და აი ძლიერი ხასიათები რომ ერთმანეთს ეჯახებიან შერიფი ძლიერია ესე ძლიერია მაგრამ აი რაცა პიროვნებების ჯახში ეს გაიმარჯვებს და იმ შავკანიანებს ვინც უნდა გაეთხრის და გაეთხარა საფლავი მანქანაში ჩაასმევინებს და თავის შვილებს ათხრევინებს და საშინელება მოხდება მაგრამ საშინელება მოხდება ის რომ აღმოჩნდება იქ არავინ არ არის საფლავი цаრიელია და აღმოჩნდება რომ გამორიცხვის წესით ერთ-ერთ თავისივე შვილს მოუკლავს თავისი ძმა და აქ არის მომენტი რომ წარმოუდგენელი უბედურება მოხდა წარმოუდგენელი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს არა კაცკლა კიდე გასაგებია არა კაცკლა მაგრამ არა კაცკლაზე საშინელებაა რომ არა ძმაკლა აი ძმის კვლელობა კიდე უფრო საშინელებაა ნუ ადამიანის მოდგმის რაღაც უარყოფაა საერთოდ რაღაცა ადამიანის მოდგმას აცოცხლებსო ფიქრი სამართლიანობაზე სიწმინდეზე ერთგულებაზე შეიძლება ასე არ ვიქცევით მაგრამ ეს ხო დაგუნათის ამის ქვეშ ცხოვრობთ მაგრამ როცა ამას ასეთი რაღაცა ხდება შენ გვერდით აი ეს ცა ჩამოინგრა შენს თავზე ძმა როგორ უნდა მოკლას ამიტომ არის რომ მე ფიქრობენ ასეთ რაღაცას რომ აი
ლინჩის წესით გასამართლება აღარ იქნება და ხალხი გარბის. და მე ეს ხალხი ვინც ზად იყო ლინჩის წესით გაესამართლებინათ ლუკასი გარბის და რატო გარბის ხალხი? აი რთული ვითარება, რატო გარბის ხალხი? რთული აღსაქმელია, რატო გარბის ხალხი? ერთი არის რომ ხალხს უნდა რომ ბრბოდ იქცეს. ბრბოდ თუ იქცევ, პიროვნებას კარგავ. პიროვნებას თუ კარგავ, მაშინ შეთვის ნებისმიერი ბოროტების შადენა, ნებისმიერი აღტკინების განხორციელება ადვილი არის. შენ უკვე სხვებთან ერთად აკეთებ ამას, სხვებთან ერთად არ აკეთებ, არავინ არ აკეთებს. ჩაქვავებაც ეგ არის, ხო, ლინჩის წესით გასამართლებაც ეგ არის, რომ მე კი არ ვაკეთებ, ყველანი ვაკეთებთ. ამიტომ პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება, ამიტომ პასუხისმგებლობა არავისი არ არის. ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას სინდისი რაღაცა ითქვიფება და აღარ მაწუხებს მე სინდისი, იმიტომ რომ გაკეთდა ყველას მიერ. ანუ საკუთარი თავის დაკარგვა. და შეიძლება ამას გაურბიან, რომ არ მინდა მე ვაღიარო, რომ ჩემი თავის დაკარგვა მინდოდა ყველაში. ერთმანეთს არ უყურებენ, ისე გარბიან. გახსოვდა ეშმაკის ქვაში არის ეგეთი მომენტი, რომ გარბის ხალხი, ხო? ერთმანეთს ყურება აღარ უნდა, ჩააქვავებენ და გარბიან. იგივე ამოდის ნათთებაში, რომ ტოტიას რო დაგლეჯენ ეს მგლები, ამოდის ნათთება, მთვარე ამოდის და რატო ამოდის მთვარე, მაინც ახლა როცა ტოტია გავგლიჯეთ. ამოდის ნათთება, რატო არის მთვარე, რატო არის განათებული? ის როცა ტოტია დავგლიჯეთ, არ უნდა იყოს განათებული, სიბნელე გვირჩევნია ყველას. აიქაც ხალხი გარბის. ერთი მომენტია, რომ გაურბის, რას გაურბის? საკუთარ თავს გაურბის შეიძლება, საკუთარ სინდის გაურბის. საკუთარი სინდის ქენჯნას გაურბის, როგორც ჩიკი ფიქრობს, მაგრამ გევინი კიდევ უფრო რთულად ფიქრობს. არა, სხვა რაღაცას გაურბისო. რას გაურბის ადამიანი? გაურბის ადამიანი იმასო, რომ ამან ხო ძმა მოკლაო. და ძმის კლობა ისეთი საშინელება არისო, რომ საერთოდ არ გვინდა ეს დავინახოთო. საერთოდ არ გვინდა ამაზე გავამხლოთ ყურადღება. გვინდა რომ ეს ადამიანის მოდგმიდან გამოვრიცხოთო. და ამიტომ გავგვივართო აქედან. გავგვივართ თვითონ ფაქტია, რომ ჩვენიანმა თეთრმა ესეთი რაღაცა გააკეთა. და მოდი, საერთოდ არც კი ჩავქოლოთ, არც კი ლინჩის წესითაც არ გავასამართლოთ. ლინჩის წესით გათამართლებაც კი არ ვაღირსოთ მას. იმიტომ იმდენად არ გვინდა რომ საერთოდ ის იყოს. ბატონო? ეს ვინსტონი მოკლა საკუთარმა ძმამ. ციხში. საკუთარმა ძმამ მოკლა. და ძმას უნდა და ეს ძმამ ისე გააკეთა, შედევრალური რაღაცა ჩანაფიქრი გააკეთა, რომ მე გავაკეთებ ასე, რომ ვითომ ამ ლუკასმა იცის, ვის მიაქვს ეს შეშა, ვინ ყიდულობს ამ შეშას. ეხლა ჩვენ მას დაუძახებ, რომ აი ამან იცის და გვეტყვის. ამასობაში მე ამას ვასროლინებ თავის ძველ იარაღს. ძველ იარაღს რო ისვრის, ვეტყვი რომ ავაგდებ რა, ვეტყვი მაგ იარაღით როგორ შეიძლება რამე გააკეთო, აი დიდ მორსაც ვერ მოარტყავ, ის ისვრის ამ იარაღს, ანუ გასროლილი ექნება უკვე და იარაღი ექნება ცხელი, ასე ვთქვათ. მე რამე ჩემს მეგობარს, ჩემს მას დაუძახებ და ჩემს მას მოკლავ და მე გავიქცევი და ამას ეს შერჩებათ როგორც მკვლელი. და ვინ დაუჯერებს ახლა რომ სხვა მოკლა. ამას აღარაფერი და შედევრალური რაღაც გააკეთა და მე მონგომერისაც მოკლავ და იმას ჩავფლავ ჩემი ძმის ადგილას. ჩემს ძმას კი ჩავაგდებ რაც მოძრავ ქვიშებში. ამიტომ არის მამის სიტყვის როგორ შეიძლება რომ საფლავიც კი არ აღირსა, ანუ საფლავიც კი ქვიშებში გაუშვა საკუთარი ძმა, ხო? რაც არნახული რაღაცა გააკეთა. ამიტომ აი ეგეთი ანდაზა არის არაბული, რომ უდაბნოში შეხვდება კაცს და ცხენი მომყიდეო და კაიო მოკიდიო, რამდენად აი 500 რაღაცა დრახკანად მოკიდიო და კაიო ოღონდ მომეცი ცხენიო და წავალო და მოვიტანო ამ 500 დრახკანს. შეჯდება ამ ცხენზე და მიდის. და აღარ მოგიტანო, მე მოგატყუეო. აი ახლა შენ ცხენზე ვარ და ვერც დამეწევიო. ერთი თხონა მაქვს, კაიო მომპარე ცხენი, კაიო და რაო და არავის არ უთხრაო რა, რაც გამიკეთეო. რატომ? იმიტომ რომ ხალხი ერთმანეთის ნდობას დაკარგავს. რაც ამდაგვარი რაღაცაა, რომ ისეთ საშინელება მოხდა, რომ არ გვინდა საერთოდ ლინჩის წესით გასამართლებაც არ გვინდა, იმიტომ რომ გვინდა გამოვრიცხოთ, წავშალოთ კაცობრიობიდან ეს ისტორია საერთოდ. ანუ ადამიანისთვის სამარცხვინო რაღაცა. თქოს მე მრცხვენია მისთვის რაც მან გააკეთა. მისთვის მრცხვენია, ანუ მეც მომდო ჩირქად ის რაც გააკეთა. აი რაზე არის ეს აქ მოვალეობებზე ვლაპარაკობთ, ხო?
რაღაცა უნდა გააკეთო, რაღაცა ხამს რო გააკეთო, დრო არ გააკეთო, არ დაიბადება. ანუ იბადები ღირსებაში. ღირსება გელაპარაკება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ როგორცა სიკვდილისცემით. და საბოლოო ჯამში ესა გაბედავ რომ გადადგა ეს ნაბიჯი. გაბედავ რომ იყო დაკაცდე. აი დედამისსაც რაღაც გამოგლეჭს ხელს. გამანებე რა თავი დედამის არ უნდა რომ გაუშვას. დედამის არ უნდა მისი გმირული საქციელი. რომ გმირული საქციელით ჩიკი მას სცილდება როგორც შვილი. ანუ დედამის სულ უნდა რომ ყავდეს თავისი კალთის ქვეშ. და 1000 გამართლებას მოიძებნის რომ ამ თავისი კალთის ქვეშ ყავდეს თავისი ბავშვი. ბავშვი იყოს ის ყოველთვის. მარადიულად ბავშვი იყოს. არ იყოს არაფერი, არც სამართლიანობა, არც ის განცდა, არც სამართლიანობა, არც სამოქალაქო მოვალეობა, არც ის იდეა, რომ ჩემი სინდისი მინდა დაწნარებული მყავდეს, ამიტომ უნდა ჩავიდნო ეს აქციელი. არა, არის რაღაც ბნელი სტიქია, ბნელ სტიქიას ძახის, რაღაც სიბნელეაო დედებშიო, რომელიც არაფერს არ ცნობს გარდა იმისა, რომ შვილი ყავდეს კომფორტში და დაცული და კარგად. მაგრამ აი ამის გადალახვა არის საჭირო, იმიტომ რომ და ვერ გადალახავს თუ თვითონ ამან არ გაბედა, ბავშვმა არ გაბედა. ამ თუ არ გაბედე დარჩები ეგეთი დაუბადებელი, დარჩები ბავშვი. მაგრამ დაკაცება სჭირდება გაბედო, სჭირდება გადადგმა ნაბიჯის. აი ეს ნაბიჯი რაც ჩიკმა გადადგა. ანუ ესა მისი პირადი ინიციაცია, გადადგომა კაცობისკენ. თორე გევნეუნება დედა შენი რას არ კპატიობს, იცი რომ შენ თვითონ შეგიძლია შენი ღილი, შარვლის ღილი თვითონ შეიკრა. მას უნდა რომ ყოველთვის თავის ქვეშ ყავდეს და იქამდე საკეთებს დედამისი რომ უნდა რაღაცნაირად დაჩრდილოს შვილის გმირობა იმით რომ თვითონაც რაღაც ამ საქმეში მარაქაში გაერიოს. მეცო წავალო მის ჰაბერშემთან ერთად და დავჯდები იქ და დავიცავ ლუკასო იმ ციხეშიო. თვითონ დედამისიც აპირებს ამ დაჯდომას. ერთად ვაკეთებ მე და ჩემი შვილი. ეს არ მოწონს ჩიქს და აი ისა უხეშად გამოგლეჭს ხელს დედამისს. მე უკვე დამუკიდებელი ვარ. მე უკვე ყავას სვავ თვითონ. მე თუ შემილია სიცოცხლე გავწირო, ყავის დალევა რაღა ბედენაა, ყავის დალევა შემილია ესე იგი. აი და მოვალეობებზე არის კიდევ. არის ვნებები, არის ფიქრები, მაგრამ არის რაღაცა მომენტი, რაცა ფიქრიც არ უნდა გააკარო. ფიქრი თუ გააკარე და ხვდები რის შადნას ვაპირებ, მაშინ შეიძლება ვეღარ ჩავიდინო ეს, ამიტომ გადაჭერი ფიქრები, ეს აკალბა ნუღარ მიყვები ფიქრს და აკეთებ ბრმად, იმიტომ რომ იცი რომ ეს გასაკეთებელი არის. თუ ძალიან სანუკვარი ოცნება გაქვს, არ გამოუტყდე შენ თავს რომ ეს სანუკვარი ოცნება გაქვს. თუ გაქვს სანუკვარი ოცნება რომ გადაარჩენ ლუკას, როცა გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი არის. არ ეს იმედ საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდე რომ ეს იმედი გაქვს. იმიტომ რომ ეს რას გაქვს? ასანც რო ანთებო და სიბნელეს ცოტათი გაანათებო და აღმოაჩინე რომ უკიდურეს წყდიაჩი ხარო და ამით უფრო ხაზგაოსო რა წყდიაჩიც ხარო. ჯობია ეს ასანსაც არ გამოკრავო. უბრალოდ აკეთო შენი მოვალეობა. აი ესა ძალიან ფილოსოფიური მომენტებიც არის, კანტიანური მომენტი, რომ რამე სურვილის გამო კი არა აკეთებ რაღაც სიკეთეს, არამედ ხამს საჭიროა. ვალდებული ხარ და ამიტომ აკეთებ. სხვანაირად დაიღუპები, სხვანაირად ისეთი უარესი გელის, ისე გამხელს სინდისი, ისე გამხელს ლუკასის გამოხედვა, რომ უარესი იქნება შენს. იმას უფრო ვერ გაძლებ, ვიდრე ახლა რაც უნდა გაძლო. სოკრატეზე არის ეგეთი მომენტი, რომ სოკრატეს რატო ვერ იტანდა, ათენელები ვერ იტანდნენ, რაღაც დიდი ის ქონდათ ვნება სოკრატეს წინააღმდეგ, სოკრატეს მოუწია ყოფნა მოსამართლედ და ხედავს რომ თუ დაშის სიკვდილით 6 ოფიცერს, რომელმაც ვერ დაგძალეს ჯარისკაცები და მთელი ათენი ითხოვს დასაჯეთ სიკვდილი. სოკრატე გზნობს რომ ვერ დავში სიკვდილს, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. ისინი შტორმის დროს ვერ დაგძალავდნენ, ამიტომ არ არიან დამნაშავეები, მაგრამ მთელ ათენს უნდა რომ ისინი დავშევენ სიკვდილი, დავაჟინონ სიკვდილით. ბოდიში მთელო ათენო, ბოდიში თქვენო აღტყინებაო ათენელების. მე ამაში ვერ ჩავეწერები, მე იმას გავაკეთებ, რასაც ჩემი მე მეუნევა, ჩემი სინდისი მეუნევა. ამიტომ მოვალეობას გავყვები. ისე ვიტყვი, მოვალეობა გველაპარაკება აი ესეთი სიკვდილის ენით. ძალიან საინტერესოა ლუკასის პიროვნება. აი თქვი რომ მარტო დადებითი სიტყვები დავახასიათებ. ღირსეული, რაღაცნაირად
გრავიტაციის მქონე, პიროვნული გრავიტაციის მქონე, დინჯი, დაფიქრებული, ყველაფერი რო იცის, რა როგორ არის, თავს არ როგორ თქვა, თავს არ იმცირებს არასდროს, თავის თავში ხედავს იმ ადამიანურ სრულყოფილ ღირსებას, იქცევა გარკვეული ტიპის არისტოკრატულადაც, ხო? და როგორ თქვა, თანასწორზე ელაპარაკება ყველას, მაგრამ რაღაცა კომპლექსი ამ ლუკასაც აქვს. აი გევინი ბოლოში, ანკალ გევინი უნდა ლუკას შენ რა უნდა გააკეთო? შენ უნდა ადგე და წახვიდე ხა და ყვავილები აჩუქო მის ჰაბერშებს. ნუ იმან ხო თავი დადო შენთვის იმანაც არა? მადლიერება ხო უნდა გქონდეს არა? რაღაცა კომპლექსი აქვს ამ ლუკასაც, რომ მადლიერების გნობა დაშრილულია მასში, რაღაცნაირი არ ვიცი, აი მე თავს არ გავუყადრი, დავუშვათ როგორ თქვა, არ ვაჩვენებ, რომ რამით ნაკლები ვარ თეთრებზე. და ეს განცდა, ეს მომენტი თითქოს აჭარბებს მასში მადლიერების განცდას. ხო არა, ბუნებრივია რაღაც გალანტურობას, მადლიერებას. მომეცდოს ყვავილებიო, კაი, რახანაც მეუბნები, ფეხით მიუტანო. თუ ყვავილებს მომცნო, არა, მანქანით მიხვალ და მისცემ, იმიტომ რომ ფეხით რო წახვალ, შეიძლება გადააგდო გზაში ეს ყვავილები. რაღაცა კომპლექსი ამ ლუკასაც აქვს. და ბოლოში ეს რაღაც არის დუელი არის ფაქტობრივად ლუკასსა და ამ გევინ შორის, რომ მე ფული უნდა გადავიხტიო ფულსო. აი იმაში რომ გამოთავისუფლდო, ხო? იმაში რომ დამეხმარეთო. და მე რა დაგეხმარო, ეს ბიჭი დაგეხმარო. ამ ბიჭს გადავიხტიო მაშინ ფულსო. არა, მაგ ბიჭს არ გადავიხტიო ფულსო. იმიტომ რომ გამოვაო, რომ უნებართოდ აკეთებს რაღაცა უნებართოდ ავტორიზაციის გარეშე ეწევაო რაღაცა სამარდამცავ ის თუ რა ვიცი, პოლიციელის საქმესო. მე მაშინ შენ გადაგიხტიო, რამდენიო? $2 გადამიხადო, იმიტომ რომ ის რაც წერილები დამიჯდა ამდენიო, რასაც წერდიო, ფურცლებიო და კალამიო. ეს გადაუხდის ამ $2 ისე რომ ცენტიანებს დაუყრეს რაღაცა. აი ესე შენთან დაითვალე ეს გევინეტოს და ათვლებინებს. რა დუელი არის. რაღაცა მაინც ბოლოში ისეთი განცდა გაქვს, რომ ჰარმონია თვითონ აი საბოლოო ჰარმონია თვითონ არ ყალიბდება ამათ შორის. რაღაცა დაძაბულობა მაინცა რასიული. იმიტომ ლუკაში რაც კომპლექსი არსებობს მაინც ამ რასიულობის. ერთი მომენტია კიდე, რომ ჩრდილოელებიო ჩვენ ჭკუას ვერ გვასწავლიანო ეს გევინი ამბობს. კი, ეს უნდა გადაილახოს ეს რასიული დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა გადავლახოთ ეს. ჩვენ თვითონ სამხრეთელებმა თავისუფალი ნებით უნდა მოვახდინოთ ესო. ჩრდილოელები კანონით ვერ გვიბრძანებენ ამას. კი ბატონო, კარგია რომ ეს გადაილახოს, მაგრამ ძალდატანები და კანონის ძალითაც არ შეიძლება ეს მოხდესო. შენ შინაგანად უნდა განეწყო, შინაგანად უნდა გადალახო რაღაცეები და გააკეთო. აი წარმოიდგინეთ, ჩიკმა რამდენი რაღაცა გადალახა თავის თავში. მთელი, როგორ თქვა, ცხოვრება იცხოვრა. თავი გაწირა იმისთვის, რომ ახალ ხედვაზე გადასულიყო. იმისთვის, რომ უკვე მიმختარიყო, რომ ის ერთი წერტილიც არ უნდა იყოს შავკანიანში, რაც მე უნდა მინდოდეს, რომ ის შავკანიანია და არა ჩემნაირი. ის ერთი წერტილიც რომ მინდა, ესე იგი მე ცუდი ვარ მაშინ. მე აი არა ვარ ჯერ იმ დონეზე. ბოლოში ჩიკი იმ დონეზე არის უკვე, რომ შეხედოს ლუკას როგორც თანასწორს. მაგრამ რამხელა რაღაცა გადაიტანა, ყველა ხო ვერ გადაიტანს ამას, მაგრამ პირად გამოცდილებაში გადაიტანა ეს და წარმოიდგინე ჩილოელმა მომიგო ომი და მაიძულებს ეს კანონებით რომ შევხედო როგორც თანასწორს. კი ბატონო, კანონებით მაიძულებს, მაგრამ შინაგანად შეიძლება არ შევიცვალო. ამიტომ აი გევინი ამბობს, შინაგანად უნდა შეიცვალო. შენი პირადი ხმა უნდა გახდეს ეს ღირსება, ეს ახალ ხედვაზე გადასვლა. ფოლკნერს აქ დაწერილი წერილი ჩრდილოელ გამომცემელს, ჩრდილოელ რედაქტორს. Letter to the Northern Editor. სადაც უზად ამას ამბობს, რომ ჩვენ დავმარცხდით და ჩვენ ჩრდილოეთთან დავარცხდით. ჩრდილოეთი ახლა გვაძლევს კანონებს. მაგრამ კანონები არ ცვლიან შინაგან დამოკიდებულებას. კანონები გარედან ედებიან როგორც რაღაცა წნეხი. მაგრამ შიგნით უნდა გარდაიქმნას. ფოლკნერი მომხრე არის რომ გარდაიქმნას, მაგრამ პირადი ხმით, პირადი ემოციით. ამიტომაც არის რომ ამას წერს. ისევე როგორც მარკ ტვენი წერს ჰაკბერი ფინს და სახისმეტყველებით განახებს, პირადი ურთიერთობების დონეზე განახებს. რატო უნდა მოუხადოს საკმა ბოდიში ჯიმს? აქაც ეს განახებს აი პირადი ურთიერთობების, პირადი პიროვნებების ჯახის ფონზე, რომ როგორ გადაილახა ეს რასიული სტერეოტიპი.
და ნუ იფიქრებთ რომ ეს ჩვენ არ გვეხება. თითოეულ ჩვენგანს ეხება ეს. შეიძლება რასული სტერეოტიპი არ ქონდეს, მაგრამ უამრავი სხვა სტერეოტიპი გაქვს. შენი დრაკონები უნდა აღმოსაჩენი გაქვს. შენი პირადი დრაკონები და გადალახვის დიდი სივრცეები გაქვს. შენც უნდა შეხედო, აი რას უყურებ სტერეოტიპულად. სად არის ის მომენტი, სადაც მე ჩემს ხმას არ ვცხოვრობ და ვცხოვრობ საზოგადოების ხმას. სად ვარ მე აი ეს საზოგადოებრივი არსება, როგორც საზოგადოებრივი მხატავს და ბრბოს ნაწილი და სად არის სივრცეები, სადაც ჩემი თავი უნდა ჩამოვიყალიბო. ესეთი ღიავებები ცხოვრებაში გაჩნდება ხოლმე რაღაც აი მომენტები რაღაცა და ამ მომენტებს უნდა გამოყენება. კაიროსი ქვია მას. კაიროსი არის ბერძნული სიტყვა ხელსაყრელი დრო. კაიროსი როცა არის, კაიროსი არის თქოს იმ მომენტშია კარები ღია და თუ არ შევედი, მე დაიკეტება და ვეღარ შევა. აი ეს კაიროსი არის აქაც აღწერილი ჩიკის ცხოვრებაში. კაიროსი იყო ეს ლუკასთან ურთიერთობა. მომენტი, როცა შეუძლია დედამის დაუსხლდეს. დედამისის კალთიდან გამოძრეს, შეიგინოს. იქ არის ერთი მომენტი, რომ შეგინებას უნდა დაზოგვაო. ყველაფერზე თუ იგინებიო, დევალვაცია მოხდება შეგინებისო. ჩიკი შეიგინება მაშინ, როცა იცის, რომ ამ შეგინებით რაღაცას განდევნის თავის თავიდან, შიშს განდევნის. მე უნდა დავდგე, იქ უნდა ვიყო, სადაც ეს ჩემი სინდისი მეუნება. მაშინ შემიძლია შევიგინო იმ გაგებით, რომ აი მოვიცილო ჩემგან ის, რაც სულ მოკლეობაში მაგდებს და ამ ნაბიჯს არ გადამადგმებინებს. ამიტომ გვასწავლის ეს ნაწარმოები, რომ გაზრდა წლოვანების მომატება არ ნიშნავს, რომ შენ იზრდები. წლოვანება გემატება, შეიძლება არ იზრდებოდე. ეს რუსული ანდაზა стареть не значит взрослеть. ანუ მოხუცებულობაში გადასვლა არ ნიშნავს, რომ შენ იზრდები. შეიძლება არ იზრდები. და გაზრდას არ აქვს, როგორ თქვა, ასაკი არ აქვს გარკვეული აზრი. 14 წლის ბავშვი შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება გადადგას ის ნაბიჯი, რაც მას ახალ განზომილებაში გადაიყვანს. რაც მას აქცევს კაცად. აი ეს პარადიგმა არის, რაც ფოლკლერმა დადო, ცნობილი პარადიგმა არის. ყველა არ გახსენეთ ოდისეა. ოდისეაში არის ტელემაქე, რომელიც ასევე კაცი ხდება. როდის ხდება ტელემაქე კაცი? ტელემაქე კაცი ხდება მაშინ, როცა ბედავს და იტყვის, რომ მე ვარ მამაჩემის შვილი. მანამდე ვერ ბედავს თქვას, რომ მამაჩემის შვილი ვარ. ტელემაქე არ ვიცი ოდისეუსის შვილი ვარ თუ არა. როცა უნდა ხარ ოდისეუსის შვილი, აიღე თავზე, შენ თავზე ეს პასუხისმგებლობა. თუ ოდისეუსის შვილი ვარ, მაშინ მოიქცევ ისე, რომ სახიფათო ხდები სხვებისთვის. ანუ მე სახიფათო ხდები ამ სასიძოებისთვის, რომელიც მიშანაგებენ სახკარს, იმიტომ რომ ოდისეუსის შვილი ვარ და თუ ოდისეუსის შვილი ვარ, მაშინ მე ვეტყვი ამას თამამად. და თამამად რო ვეტყვი, ისინი დადგებიან ფაქტის წინაშე, რომ უკვე აღარ გვანებებენ უსამართლო მოქცევას. მაშინ რაღაც უნდა მიქნა, მაშინ უნდა მომკლან. ამიტომ არის პენელოპეს, როგორც აქ ჩიკის დედას არ უნდა რომ მან ეს გმირობა ჩაიდინოს. რატო? იმიტომ რომ ეშინია ის არ დაკაცდეს, არ გამოვიდეს მისი ასე ვთქვათ არტახებიდან, მისი კალთიდან არ გამოძრეს და მარადიულ ბავშვად ყავდეს, აი მარადიული ბავშვობიდან ითავისუფლებს ჩიკი თავს. როგორც ტელემაქე. აი როგორც ტელემაქე უკმეხად და რაღაცა კაცრად მიმართავს პენელოპეს, ისე აქაც ეს კაცრად მიმართავს დედამისს, რომ მე უკვე სხვა განზომილებაში ვარ. აი პენელოპე როცა ტელემაქე რომ დიაცო, დედაკაცო, შენ წადი, შენ საქმეებს მიხედე და მე მოვლი, მე ვარ ამ სახლის არხონი, ბატონ პატრონი, ამას რო ეტყვის პენელოპე მისდა ტირის. და ეს ტირის, იმიტომ რომ ეს ბავშვი უკვე ბავშვი აღარ არის და რისკის ზონაში შევიდა. ის შეიძლება მოკლან სხვა სასიძოებმა. ანუ კაცი უკვე არის რისკში. მეორე ტირის რო ბავშვი დაკარგა, უკვე ბავშვი აღარ აყავს. ანუ ტელემაქე კვდება როგორც ბავშვი და იბადება როგორც კაცი. აქაც მსგავსი მომენტებია, რომ კვდები როგორც ბავშვი და იბადები როგორც კაცი, როგორც დასრული. და ბოლომდე და ამას აქვს სტადიები თავისი. სტადიები აქვს. რა სტადიები აქვს? ეს არის საბოლოოდ აი ის სტადია, რაც გითხარით. რა გვაჩერებს, რა აჩერებს ჩვენს გაბედულებას? სიკვდილის შიში. ყველაზე დიდი ვნება, რაც აქვს ადამიანს, არის სიცოცხლის სურვილი. სიცოცხლის სურვილი, ანუ სიკვდილის შიში. და სიცოცხლის სურვილით უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე აი ეს მოვალეობა, რაც იმ ლიგეიტს აქვს, იცის რომ გადაუვლის ეს, გადაჯეგავს ეს ბრბო, მაგრამ მაინც უნდა ვიდგე ამ ჩემი თოფით. რაც იმ
პოლიციელს აქვს რომ ვერიტანს შეიძლება ამ რაღა ეხა მოხდა რომ შავკანიანი მაინც ჩემს ცლაში არის რომ აქ დამიყენეს როცა შეიძლება მოვიდეს ეს ჯგრო მაგრამ ხო ვიცი რომ გასაკეთებელი მაქვს ვერ წავალ სახში ჩემს სოლში ვეღარ მოვეფერები თუ თავი არ დავდე აი ბოლო-ბოლო ეს სათნოება ეს ღირსება და ახალი დაბადება გელაპარაკება აი ამ სიკვდილისენით ხარ უფრო შეიყვარებ შენ ახალ დაბადებას შენ სათნოებას ღირსებას აი სამართლიანობის გასცდას ვიდრე თუნდაც შენ სიცოცხლეს აი ესა ბოლო ზღვარი და ეგ არის რომ ტელემაქეც ამ ზღვარს გადალახავს ჩიკიც ამ ზღვარს გადალახავს ტელემაქესთან მიდის ოდისევსი ჯერ კიდევ შეუცნობელი სახით რა რაღაცა გლახაკის მათხოვრის სახით მიდის და ელაპარაკება შენ მინდა ჩავიდეო და ეგ ოდისევსის სახში რაღაცა გადმომიგდონო რაღაცა საჭმელიო და არ ჩახვიდეო იქო სასძოებმა შეიძლება ცუდად გითხრან რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენო და შენ ხო ოდისევსის შვილი ხარო კიო ხო და მე რო ჩავიდეო იქაო და მე თუ შეურაცხყოფა მომყენესო შენ არ დამიცაო ნუ მე რო დაგიცვაო ეხა ისინი ბევრნი არიანო და უფრო ძლიერები არიან კი მაგრამ ოდისევსის შვილი თუ ხარო რაც არა ძლიერები იყვნენო ჩემს სახში მყოფიო მეო მაინც თავსაც კი გავწირავდიო იმ სტუმრისო და შევაკვდებოდი ამ სტუმარს არ დავაჩაგრინებდი ბოლოს სწავლება მისცა და იღებს ტელემაქე ამ სწავლებას და აი ეს ამის მერე გაემცნაურება ოდისევსი. ეხლა კი შენ ჩემი შვილი ხარ. აქამდე ჩემი შვილი არ იყავი. სანამ ეს სწავლება მიღებული არ ქონდა რომ შენ და დადო შენი თავი, იმიტომ რომ შენი ეს სამართლიანობა დაიცვა, მანამდე ჩემი შვილი არ ხარ. ეხლა უკვე ჩემი შვილი ხარ. აქაც ეს ხდება. გადალახა რაღაცნაირად თავის თავში. რაღაცამ გადაალახინა. ბევრი ფაქტორი მოქმედებდა, რამაც ჩიქს გადაალახინა ეს სიკვდილის შიში და გააბედინა ამის გაკეთება. ისევ არის აქ რაღაცა, თქოს მამის როლი ნაკლებად აჩანს. მამა რაღაცა ჩრდილში არის. დედაა წამოცული წინ და ბიძა. და ეს ლუკასი და მამა თქოს რაღაც ინერტული არის ამ ნაწარმოებში, მაგრამ აი ბიძა გძნობს ამას და ბიძა ხედავს რომ შენ გამოხოდი, შენ უკვე დედის კალთის ქვეშ აღარ აღარ. შენ დედაშენი ამას არ გაპატიებს, თქოს მტრად მოეკიდე დედაშენს. და ეს კარგი მტრობა არის. დედაშენი შენ მტერი რო გახდა, ეს მტრობა კარგია. არის ცუდი მტრობა, არის კარგი მტრობა. ბიბლიაში წერია რომ მტერ არიან, მე მოვედი იმისთვისო, რომ ოჯახის წევრები ცეცხლი ამენთო და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთთან დამპირისპირებინაო. ანუ რა გაგები დამპირისპირებს? ოქსიმორონია, ხო თქოს ქრისტე მოვიდა რომ დაეპირისპირებინა, მაგრამ ამ გაგებით ამბობს უბრალოდ რომ მტერ არიან ადამიანისთვის მისი ოჯახის წევრები და გიშლიან ღირსებულ ადამიანებს ჩამოყალიბებაში. აი ნამდვილ მარტოობაში გიშლიან ხელს, უნდათ რომ მათი იყო. და ჩიკი პირველად გაბედავს რომ მარტო იყოს. მარტო წავა ლუკასთან მარტო მიიღებს ამ დავალებას და ის რომ მარტოს აქვს შესასრულებელი ეს მისია. კი, შეეკედლებიან ამ მისიას მე ორნიც, მაგრამ მაინც თავის მარტოობაში აკეთებს ამას. ანუ შენ სხვა სხვა შეიძლება ინსპირაცია მოხდეს, შთაგაგონოს ეს, მაგრამ შენი გასაკეთებელია ბოლო. მეორე დაბადება შენ უნდა განახორციელო. შეიძლება შენი ოჯახის წევრებიც კი გიშლიდნენ ამაში ხელს. ამიტომ კარგ მტრობაში უნდა შეხვიდე. ეს არა სიყვარულის წინააღმდეგ კი არ არის, უბრალოდ არის ისეთი სიყვარული, რომელიც მეორე დაბადებაში გიშლის ხელს და ეს სიყვარული გადალახო უფრო დიდი სიყვარულისთვის. მშობლებზეც რო ამბობს, რომ არის ესეთი ბნელი სტიქია. ეს მარტო დედებს არ ეხება, დედის ბნელი სტიქია შეიძლება მამასაც ჰქონდეს. მარტო ჩემი შვილია, ის ჩემია, მაგრამ მეტი არის ვიდრე შენია. შენის გაჩუქა, ღმერთმა გაჩუქა, ის თავისი ურთიერთობაა ღმერთთან. აღიარო რომ მარტო შენი არ არის, ის სამყაროსია, ღმერთის არის. ერთი პასტორის განმარტება გავიგე, ეგეთი აბრაამი რომ ისააკს წირავს ხერხბალს. ესეც საინტერესო განმარტება არის. აბრაამიო ისააკს წირავს ხერხბალს იმ გაგებითო რომ რაღაც მომენტში უნდა ნებისმიერმა მამამ ეგრე შეწიროს თავისი შვილიო. რა გაგებითო? რაღაც მომენტში უნდა აღიაროს რომ ის მარტო ჩემი შვილი კი არ არისო. ის სამყაროს ეკუთვნისო. ის მე გავზარდე კი ბატონო, მაგრამ ჩემი არ არის, მეტია ვიდრე ჩემი მხოლოდ. ის თავისი ცხოვრება აქვს, თავისი თვითონაც უნდა დაიბადოს, მარტოობაში უნდა დაიბადოს ადამიანი. სხვა ვერ დაგბადოს. მეორე დაბადება მარტოობაში ხდება. შენ გადასალახია. შესმეტი მაგ გაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს. ამიტომაც აქ არის ეს ჩიკიც არის რაღაც დედისერთა. ისეთივე დედისერთა, როგორც ტელემაქეს დედისერთა, როგორც ოდისევსის დედისერთა, ოდისევსის მამა ლაერტეც დედისერთა.
ბედის ერთობა გამოხატავს აქ, რომ მეორე დაბადებაში, ინიციაციაში რომ გახდე კაცი ბავშვობიდან გამოხვიდე ინფანტილური ასაკიდან და ჩამოყალიბდე, მარტო უნდა იყო. ვერავის ვერ გადააბარებ, შენი ამოცანა არის. აი ამ ნაწარმოების ეს ძალიან კარგად ნაჩვენები ასე ვთქვა და რაღაც დრამა არის მთელი გაკეთებული. და კიდე ერთი მომენტია, რომ ეს უნდა მოხდეს რაღაცნაირად არა ძალდატანებით, არამედ შენი პირადი ინიციატივით. შენი უნდა იყოს მეორე დაბადება, გმირობა, შენი ღვიძლი უნდა იყოს გმირობა, დაძალებული გმირობა და გარედან თავსმოხვეული თუ შენი არ არის ის და არ არის გმირობა, არ გეკუთვნის ის. ამიტომაც როცა ჩიკის დედა მიდის და მეც დავდგები იქ მის ჰაბერშემთან და იქ არ წავალეკინებ ამ ლინჩის წესით გასამართლებელი სურველებს. ლუკას ამას რო აკეთებს, იმიტომ რომ თავის შვილი კიდევ თავის კალთის ქვეშ ყავდეს. ეს არ არის გმირობა. ეს არ ითვლება ასე ვთქვათ. სხვა მოტივი არ უნდა ქონდეს. გმირობის მოტივი ნამდვილი უნდა იყოს, კეთილშობილი უნდა იყოს. არაფრით არ უნდა იყოს დათხრილი. ამიტომ იმ თვითონაც რომ თავის ზანგმეგობარს რო ეუნება ჩიკი რომ აი ფულსაც გადაგვიხთისო ლუკასიო და ფული რაში მჭირდებაო? მე ხომ მდიდარი არა ვარო. ოქსიმორონია ხო? მდიდარი თუ არ ხარ, ფული გჭირდება, არა? მაგრამ მე ხომ მდიდარი არ ვარ, ფული რაში მჭირდება? ამაზეა ნათქვამი რომ მე ამას გავაკეთებ ფულის გამო კი არა. ესეთი რამეა რომ აი გასაკეთებელია თავისთავად. თავისთავად ლამაზია, თავისთავად კეთილშობილია. ამიტომ მეც მეკუთვნი, იმიტომ რომ შვილი ყავდეს ისევ თავის კალთის ქვეშ. ძალიან გავს ეს ანტიგონეში რაც ხდება, რომ ისმენე ეუნება ანტიგონეს, შენ თუ მოკვდები, მეც მოკვდები შენთან ერთად. ანტიგონე უნდა არ ხარ შენ ღირსი სიკვდილის. შენ ამას აკეთებ, იმიტომ რომ არ შეგრცხვეს ხალხის, არა მე რომ ასე ჩემი ძმისთვის თავი გამოვიდე. სად იყავი? შენც უნდა გამოგედო შენი ძმისთვის თავი. ამას რო აკეთებ ხა სირცხვილის გამო, შენ ღირსი არ ხარ, შენ დაიმსახურე სიცოცხლე. მე კიდე დავიმსახურე ესეთი სიკვდილი. გვირული სიკვდილი მე დავიმსახურე, ანუ გმირულ სიკვდილსაც დამსახურება უნდა იმგაგებით, რომ შენი ღვიძლი უნდა იყოს. შენი დაბადება უნდა ხდებოდეს შენ სურვილში, ნამდვილ ვნებაში. არ ვიცი, თქვი კიდეც ეს, რომ როგორც ფიზიკურ დაბადებას ხო ჭირდება ვნება გითხარით ეს წინაზეც არა, ვნება ჭირდება ქალის და კაცის, რომ დაიბადოს ბავშვი. ვნებით იბადება, ვნებითი აქტით, ასე ვთქვა და სულიერ დაბადებასაც ესეთი ვნება უნდა. ანუ შენი მეორე დაბადება უნდა ხდებოდეს აი ეს ლეგიტიმურად. ლეგიტიმურად, ანუ აი შენი სურვილით. მართლა შენი ღვიძლი უნდა იყოს ეს მეორე დაბადება. კარგი, და გავჩერდები. უაროვი დეტალია, რაც თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რაც მე არ გავამახვილე ყურადღება და ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენი ურთიერთობის წარმართოთ უფრო დიალოგურ რეჟიმში და თქვენ მითხარით რა შეამჩნიეთ, რაზე გინდოდათ ყურადღების გამახვილება, რა მეტაფორები აღმოაჩინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი დიალოგები, შინაგანი მონოლოგები თუ მდგმირების ფოლკნერთან და რა ვიცი, ძალიან კარგად იკითხება მოკლედ. ღრმად და უცნაურად. მადლობა.